ჩემი გამომწერები ძალიან დიდი ხანი ელოდებიან იმ კრიტიკულ ვიდეოს, რომელიც მიმართული იქნება სოფლიოში არსებული სააფთიაქო თუ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობენ ყოველდღიურად და მათი კომპანიები, მათი საავადმყოფოები და აფთიაქის მთელი ეს ქსელები შეკრულია იმისათვის, რომ არათუ უკვე სიკვდილისა და ლეტალურობის ჟამსყოფი ადამიანი უფრო და უფრო მეტად მოწველონ და მეტი ფული გადაახდებინონ, არამედ მეგობრებო, ჯამრთელი ადამიანის სიცოცხლესაც კი ხშირად ამბობენ, რომ ის არის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რომ კონკრეტული პრეპარატი უნდა შეიძინონ მათი სააფთიაქო ქსელიდან. მოკლედ, მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში მოვაპირებ მწვავე კრიტიკული ვიდეოს ჩაწერას იმ სოფლიო ავთენტური, ეგრეთ წოდებული ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებიც ანხორციელებენ თავიანთი ამ შავი კარტელური ბიზნესით მომაკვდავ ან ისეთი სახის დაავადების მქონე ადამიანებისთვის სიცოცხლის მიცემის იმ იმედზე და მათზე გაყიდვის დაახლოებით 3 მილიონიანი პრეპარატები და 15 მილიონამდე, მათ შორის აი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც დიუშენის სინდრომის მქონე ადამიანებს ერთ-ერთი ამერიკული კომპანია პირდება, რომ თითქოს მაგ დაავადების განკურნება მაგ წამლით არის შესაძლებელი, რომლის უკანაც კონკრეტული სერიოზული კომპანია BlackRock და მისი შვილობილი კომპანიები State Street და Vanguard-ები დგანან, ისინი ვაჭრობენ ადამიანების სიცოცხლით. სწორედ მე მაგისთვის ვარ, რომ ვამხილო ეს ყველაფერი და მე თქვენ შემოგთავაზებთ სწორედ იმ სტატიებს, იმ არგუმენტებს, თუ როგორ აძლევენ იმ ადამიანებს იმედს და როგორ ასახებენ საკუთარ ამ ენით აღუწერელი უბედურების მომტან და ლეტალურ მედიკამენტებს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს ძალიან მძიმე დაავადებები. მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და თავიდან ბოლომდე აგიხსნით იმ მაფიაზე, რომელიც თქვენსა და თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს პირდებიან ისეთ რამეს, რისი მიცემაც შეუძლებელია. მოკლედ, საუბარი მინდა დავიწყო იმ თემით, რომელიც ბოლო დროს საქართველოში განვითარდა. ეს უკავშირდება კონკრეტულად დიუშენის კუნთოვანი ატროფია, ანუ ძალიან მძიმე დაავადების მქონე პაციენტების შობლემა, როდესაც აქციამ მოაწყეს კანცელარიის შენობასთან, სადაც ისინი ითხოვდნენ, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს კონკრეტულად იმ მედიკამენტით, რომელზედაც მე ვაპირებ ახლა საუბარს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აიტაცეს ლიბერალურმა მედიებმა და თითქოს ამბობენ, რომ ან ეს მედიკამენტი შველის, ან კონკრეტულად აქ იყო ახლა საუბარი, რომელსაც თქვენ მოგიყვანთ, რომ კომპანია Sereptamo განკურნა ეს დაავადება, რომელიც არის განუკურნებელი რამ. ეხლა რა არის დიუშენის სინდრომი? დიუშენის სინდრომი ეს არის მძიმე კუნთოვანი გენეტიკური დაავადება, რომელიც ძირითადად ბიჭებში ადრეულ ასაკში ვლინდება და დაახლოებით 4-5 წლიდან, როდესაც ის იწყება დამბლის დაცემა, გადაადგილება უჭირთ, ანუ კუნთოვანი სახის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც მარტო იმაში არ ჩანს, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, არამედ იმაშიც ვლინდება, რომ სასუნთქი გზები, სისხლის მიმოქცევა, ძლოვანი კუნთო, ძალიან სხვა ბევრი რამე მათ, ესე ვთქვათ, დაბლოკილი აქვთ. სამწუხაროდ ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომლის ამ წუთას არ არსებობს რამე, რაც კურნავს ამ დაავადებას და აქ იყო აპელირება ამ ყველაფერზე, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს ამ წამალმა განკურნა, რომლის შინაარსიც ახლა თქვენ მოგიდანთ, როგორ არიან ესენი შეკრულები, სააფთიაქო ქსელები ერთმანეთთან, როგორ აძლევენ იმ ადამიანს იმედს, რომელიც ძალიან მძიმეა ამ თემაზე მესმის საუბარი, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ საზოგადოება მინდა იყოს სწორად ინფორმირებული ამ ყველაფერზე. მეგობრებო, მოდი ხა თქვენ განახებთ ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას, რაც მინდა იცოდეთ. ეს არის რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატია. აი ნახეთ, გალურჯებული არის და რაში არის ტყუილი ხა და რაში გვინდა ვამხილოთ ეს ყველაფერი. უკვე არსებობს არაერთი მედიკამენტი ოფიციალურად აღიარებულია, რეგისტრირებული აშშ-ში და ევროპაში. არაერთ ქვეყანაში იღებენ ბავშვები ამ მედიკამენტებს და ფაქტიურად დაამარცხეს აღნიშნული დაავადება. ეს არის მეგობრებო ტყუილი, რომელიც შეგიძლიათ ახლავე გადაამოწმოთ ოფიციალურ საიტზე, ანუ აქ საუბარია ელევიდისის ახალ მედიკამენტზე, რომლის უკანაც BlackRock დგას და სხვა ფარმაცევტული კომპანიები, ანუ ეს BlackRock არის მთავარი, ანუ ამ ფარმაცევტული იმაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამაზე მე მოგიყვანთ ახლა Reuters-ის და იმის ოფიციალურ წყაროებს, როდესაც ამას დავასრულებ, სადაც როგორ ასრულებენ იმაზე ადრე ლეტალურად სიცოცხლეს ამ ძიმესენი დაავადებული ადამიანები, ვიდრე საკუთარი დრომათ აქვთ. და როგორ აკეთებენ ერთ მედიკამენტში 3 მილიონი დოლარი.
და მთლიანი წლიური კურსი არის 15 მილიონი, ანუ წარმოიდგინეთ თქვენ ახლა, აი მაქსიმალურად ისე რო აგიხსნათ ახლა ეს ყველაფერი, რომ ანუ წარმოიდგინოთ ესეთ სიტუაცია, როდესაც ადამიანი არის მძიმე ფსენით ავადებული, ან მაგალითად აქ არ არის ონკოპაციენტებზე საუბარი, ან ონკოპაციენტი როდესაც არის ჯვარი ყველა ადამიანს წერია, რა თქმა უნდა, ეს ღმერთის პრეროგატივაა, გადარჩება თუ არ გადარჩება ეს ხო არის საკუთარი სტადიები, პირველი სტადია აქვს, მეორე სტადია აქვს, მესამე სტადია, ნუ შეიძლება განიკურნოს მათ შორის მძიმე, ნუ აღარ მაქვს საუბარი მეოთხე სტადიის კატეგორიაზე, როდესაც სარკომა ვითარდება და იმდენად სწრაფად ვითარდება მეტასტაზები, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი რჩება ადამიანის გადარჩენა. აქ არის საუბარი მეგობრებო მძიმე გენეტიკურ დაავადებაზე. მოდი ახლა მე უშუალოდ თქვენ ამ ყველაფერს განახებთ. აი საუბარი მაქვს აი ამაზე მეგობრებო, ელევიდის ბლეკროკი. ანუ ეს არის წამალი, რომელზედაც რადიო თავისუფლება და ლიბერალური მედიები აპელირებენ, თითქოს ეს კურნავს და ეს არჩენს, რაც არის ოფიციალურ წყაროებზე, როგორც თქვენ გადამოწმეთ შეერთებული შტატების სურსათისა და მედიცინის, აი ხა ჯეიფ კენედი, რომელიც ამ ყველაფერს კურირებს, ხო, ჯანდაცვის სფერო რომელიც არის, რომელსაც დააფიქსირა ოფიციალურად 3-ზე მეტი ლეტალური შემთხვევა. ანუ წარმოიდგინეთ, ანუ ადამიანი, რომელიც განწირულია, ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა, ამაზე შენ მასზე ფულს აკეთებ იმისათვის, რომ მას ყალბი იმედი მიცე და წარმოიდგინეთ რა მძიმეა ეს მშობლისთვის და რა მძიმეა ეს თვითონ იმ ახლობლებისთვის, რომელიც ამ ყველაფერს თავის არარსებულ წყაროებს შემოდიან ამ ყველაფერში და შენ მაგაზე მდიდრდები. აი ამაზე დიდი ბოროტება რა შეიძლება იყოს. აი აქ არის ინგლისური სტატია. მოდი გადაკითარგმნით, ახლა იმას გამოვიყენებ, რომ თქვენ ქართულად გაიგოთ ყველაფერი. აქ საუბარი არის ელევიდისის გენეტიკური თერაპია, ეს არის გენური თერაპია, ანუ ეს არის განსხვავებული მოდელი, ეს არის ვითომ ამბობენ რომ ახალი დანერგილია და რომელიც სიტყვაზე მაგალითად კურნავს ამ დაავადებას, რაზედაც რადიო თავისუფლება საუბრობდა. ეხლა უყურეთ როგორ არის ეს დაკავშირებული ამ ფარმაცევტულ კომპანიურ მაფიას. ანუ გენური თერაპია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისთვის, რომელიც შექმნილია სერეპტა თერაპევტიკსის მიერ, ხოლო საერთაშორისო კომერციალიზაციას მართავს როუჩი. ეხლა როუჩი ვინ არის და სერეპტიკა ვინ არის, რო იცოდეთ. BlackRock-ი აღინიშნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტიტუციონალური ინვესტორი, პასიური მფლობელი. ნუ BlackRock-ი ძირითადად ეგრეა, ფლობს ძალიან დიდ წილებს ამ ყველაფერში. Serepta Therapeutics-ში ფლობს მნიშვნელოვან წილს და სხვა დიდ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა Vanguard და State Street. Vanguard და State Street არის BlackRock-ის შვილობილი კომპანიები. ეს Serepta არის მათი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც მეწილად ითვლება, მაგრამ სინამდვილეში ისაკეთებს მედიკამენტებს, აი როგორც არის მაგალითად კეის რო იყო, რა ქვია, აძაღლებული ზელენსკი რო ჩავიდა პენსილვანიაში, სადაც BlackRock-ის ქარხანა, უბრალოდ ანუ ითვლება როგორც მეტი წელის მფლობელად, თორე რეალურად მისი შვილობილი კომპანიები აწარმოებენ მაგიარახს, რომელიც უკრაინაში მიდის. დაახლოებით იგივე მომენტებია აი აქ ელევიდისის შემთხვევაში, რომელსაც ახლა მე თქვენ გამოგიტან და განახებთ, მაინც ესა ძალიან საინტერესოა, ის მინდა იცოდეთ. აი ეს მინდა თქვენ ნახოთ. თავარი ფაქტები, ოფიციალური და მედიის წყაროებით, FDI აშშ-ის რეგულატორი, ანუ რეგულატორი, ვინც ამას აწარმოებს, ანუ თავიდან ამას მიცა, რომ ეს იყო ლეგიტიმური, ანუ როდესაც პირველად გამოიყენეს ეს ყველაფერი, ანუ ეს მედიკამენტი, რომ დაუშვათ ახლა რაღაცები ამ ყველაფერმა გაიარა, მაგრამ ნახეთ ახლა გვერდითი ეფექტები რა ქონდა. ოფიციალური განცხადება. დაფიქსირდა 3 ფატალური შემთხვევა ღვიძლის მწვავე უკმარისობა გენური თერაპიის შემდეგ, მათგან 2 ბავშვი დიუშენის სინდრომით ამ ელევიდისის მიღების შემდგომ დაიღუპა. ანუ იმაზე ადრე, ვიდრე მას საკუთარი სასწავლო, ესე ვთქვათ, დრო ქონდა, ხო, ანუ რაც მიცემული, ანუ იმაზე ადრე, ეს იყო დაახლოებით ადრე მსგავსი შემთხვევა მოხდა საქართველოში, როდესაც დომენტი გაგნიძე გახსოვთ, რაღაც სიმსივნის წინა რაღაც წამალი შექმნა, რაღაც თათუშეთში ვამზადებდიო, რაღაც ბახჩა ქონა თუ რაღაც წამლებს ერთმანეთში ურევდა და ამით ვითომ კიბოს წამალი შექმნა და სინამდვილეში იმაზე ადრე კლავდა ადამიანებს, ვიდრე მას საკუთარი ის ქონა და ამით ძალიან ბევრი ფული გააკეთა. Reuters-ი FDI-მ დაამატა ყველაზე ძლიერი გაფრთხილება, ანუ boxed warming-ი აქვს. ანუ ეხა უყურეთ რა ხდება. აი საერთოდ warming-ი რას ნიშნავს? ეხლა სამედიცინო ხა ამაში პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ეხა იმდენი გამოცდილება მაქვს, რომ გავფაქტო ეს მაფია როგორ მუშაობს რეალურად და სამედიცინო სფეროში განსაკუთრებით. ეხა უყურეთ warming-ი რა არის? აი მაგალითად, როდესაც არსებობს ესეთი წამალი, ხო? იმას რო ვიღებთ ხოლმე, რა ქვია, ძალიან ცნობილი რო არის საქართველოში. წყალში რო ურევთ და ყველა დაავადებას მაგით რო კურნალობენ, რავი, საქართველოში ძალიან გავრცელებული სახელი დამოვიწყდა ეხა უბრალოდ, რომელიც, ანუ გვერდითი ეფექტი აქვს საკუთარი რა. ანუ მაგალითად, ეგ წამალი კონკრეტულად გამოიყენება იმაში, რომ მაგალითად შენ თუ მაგას დალევ, მაგალითად ქშველის ხველაზეც, ქშველის გაციებაზეც, ქშველის მაგალითად, რავი, სიცხე თუ გააქვს, სხვადასხვა ვირუსული დაავადება, ხო?
და დაახლოებით ანუ მას უწერი ესეთი რამე რომ შეიძლება ამის მიღებამ ამ წამლის მიღებამ ხო გამოიწვიოს მაგალითად რავი სხვა გვერდითი ეფექტები რავი მაგალითად დიარეა მაგალითად პირღებინება ძალიან ბევრი რაღაც ამასაც ეს შეტანილია უკვე იმ სიაში კონკრეტულად რომ გაფრთხილებას გაცლევს სერიოზულს ანუ საკუთარი ანუ შვილის სიცოცხლით რისკავ უფრო უარესად ვიდრე მას შეიძლება ბუნებრივად ქონდეს ეს ყველაფერი იმიტომ რომ აქ არის გენური თერაპია რა ანუ ხელოვნურად შეყავდეს ყველაფერი ორგანიზმში რომ გამოიწვიონ რეზიდენტული გახდეს ორგანიზმი და იქნებ გამოიმუშავოს იმის უნარი რომ ამ დისტროფიასთან ბრძოლა გააკეთოს ის განახორციელოს გრძელვადიან პერსპექტივაში ისე რომ შეამციროს მაქსიმალურად მაგალითად ამ კუნთოვანი დაავადების ლეტალური მდგომარეობა, იმიტომ რომ დაახლოებით 20 წლამდე აღწევენ ესეთი ადამიანები. აი, მაგალითად წინა საუკუნეში იყო ასეთი დაავადება, არ ვიცი ამას ახლა უშველეს თუ არა. როდესაც თითი გაგეჭრებოდა, მაგალითად რომანოვების დინასტიის ერთ-ერთი შვილი იყო, მაგი დაავადებული თითი რო გაგეჭრებოდა, ჰემოფილია თუ რაღაც ეგეთი ერქვა, რომ სისხლისგან იცლებოდი ადამიანი. ანუ არ არსებობდა რამე, ანუ ისინი ატარებდნენ სულ რა ქვია, მაქსიმალურად შემოსილად ბოლომდე ხელთათმანებით, რომ ოდნავ სადმე თითი არ გაიწვა თითიც რო გაგჭროდა შეიძლება სისხლით მაგით დაცლილიყავი ადამიანი. ეხლა უბრალოდ ესენი რას აკეთებენ? ანუ შექმნეს ისეთი პრეპარატი, რომლის ავთენტურობა, რომლის მოქმედების მქონე დადასტურება, განკურნება ჩემი თუ თქვენ არ გჭირათ. შეგიძლიათ შეხვიდეთ, დაგუგლოთ, შეგიძლიათ ნებისმიერ რამეში რომ არ არსებობს. მაგრამ ესენი იმიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს რომ იციან რომ ძიმე კრიტიკულ მდგომარეობაში უყოფი ადამიანის შობლები და ყველა მაქსიმალურად გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის რომ ფული გადაიხარონ ოღონდ იმედი მიცენ რომ საკუთარი ესე ვთქვათ ის გადაარჩინონ ხო მისთვის საყვარელი ადამიანი და ამათ გათვლა აქვთ ამ მაფიას ისეთი გათვლა აქვთ რომ ურტყამენ ყველას აი ეს სიტუაცია რო შევადაროთ მაგალითად როგორ თემა აი მარკეტინგული გაგებით რო შევხედოთ ამ ყველაფერს მაგალითად აი რატო ღირს პოპკორნი ძვირი მაგალითად კინოში აი რატო ღირს აი რავი, ჩეულებრივი რა 2 ლარად შეგიძლია იყიდო, რავი, მოიხალო 5 დღე გეყოფა. მაგრამ რატო ღირს 9-10 ლარი მაგალითად პოპკორნი კინოში? ამას დაფიქრებულ ხართ რა მარკეტინგული ვირეშმაკობაა გათვლილი. იმიტომ რომ მაგათმა იციან რომ ძირითადად კინოს მომხმარებლები ვინც კინოში დადიან არიან შეყვარებული წყვილი. ან ახლა შეუღლებულები არამე და ბიჭი ყველაფრის განმხდელია გოგოსთვის. ოღონდ ის ასიამოვნოს და შესაბამისად რა ხდება? ჩეულებრივი კოკა-კოლა ღირს 10 ლარი და პოპკორნი ღირს 8 ლარი. რატომ? იმიტომ რომ ის ყველაფრის გამკეთებელია გოგოსთვის და ეს ძალიან კარგად ესმით მაგალითად რავი ნებისმიერ კინოკომპანიაში ან კინოთეატრებში სადაც სოფლიოში სადაც არსებობს და ყველაფერი შედარებით სამაგ ფასად იყიდება ზვირად აი დაახლოებით ესეთი ვირეშმაკები არიან აქაც რადგან აქ საუბარი ხალხო რომ ეხა უყურეთ რასთან მიდის აი სწორედ აი იმასთან მაქვს საუბარი ევედისის იმაზე აი ამაზე მაქვს საუბარი ელევიდისის იმაზე მაქვს საუბარი ხო რომელიც სულ ახლახან არის თან გამოქვეყნებიან ანუ საუბარი არის დაახლოებით 6 თვიანი რეინჯი ანუ რომელიც ეს შექმნეს ანუ ამ წამალს რაც ქონდა გამოსავალი და ამით ეხა პირდება და აპელირებს რადიო თავისუფლება რომ აი განიკურნა სოფლიოში მაგალითად განუკურნებელი რამ არის ეს ჯვარი და ღმერთმა დაიფაროს და ღმერთი იყოს ყველა ამ იმის ფარველი და ღმერთს ებარებოდეს აბსოლუტურად ყველა არსებობს რაღაცეები რაც არის თავისთავად შეუქცევადი რამ მაგრამ ბოროტი ადამიანი როდის ხარ იცი? როდესაც გამიზნულად გამოდიხარ და ამბობს რომ ეს იკურნება და შენ ადამიანს იმ იმედს აძლევ რაც ბუნებაში არ არსებობს. და მარტო ამას კი არ ეხება ეს ყველაფერი. მარტო ამას კი არ ეხება ეს ყველაფერი. ნახეთ ახლა როგორ არის მე არაერთი შემთხვევა გამიგია მარტო ეს გვერდზე რო გადავდოთ ეხა მაგალითად რასედაც ეხა ეს ოპოზიციური ისენი მაქსიმალურად არიან ჩართული ამ ყველაფერში რომ მაგალითად ის შობლები რომლებიც მივიდნენ ხო ეხა სახელმწიფოსთან და სახელმწიფო ბუნებრივია რატო ეხა რა შვება ეხა უყურეთ აქ საუბარი იმაზე კი არ არის რომ ერთი პრეპარატი ელევიდისის ღირს 3 მილიონი და ყოველწლიური მკურნალობა დაახლოებით 15 მილიონი ჩდება. ამაზე არა, სახელმწიფო ამას აკეთებს. რა აკეთებდა ევროპული მეთოდებით აკეთებდა ამ ყველაფერს შედარებით იაფი რომელიც იყო იმისათვის რომ მაქსიმალურად საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში რომელიც არის მაგალითად ონკოპაციენტები რომელიც არის ნაწილი მაგალითად სახელმწიფო ახდენს ხომ დაფინანსებს. ეხლა უყურეთ საუბარი რასია. ეს პრეპარატი კონკრეტულად რომელსაც ეხლა აქციაზე მყოფი შეკრებილი ადამიანები ითხოვდნენ და პერფორმანსები რომელმაც მოაწეს ხო? არის აი სწორედ ელევიდისის ამერიკულ მეთოდზე, იმიტომ რომ სწორედ ამერიკაში ეს State Street-ის მიერ დანერგილი და სახელმწიფოს არ უღირს რა, ეხა უყურეთ, არიდებს პასუხისგებლობას იმაზე, რომ რამე რომ მოხდეს
და დიდი ალბათობა რაც ეს სტატისტიკა ამას ჩვენ გვეუბნება და ოფიციალური შეერთებული შტატების ფარმაცევტული მარეგულირებელი ეთქვათ სახელმწიფო სამმართველო რომ ლეტალურად რო დასრულდეს ჯვარი წერია ყველა ადამიანს მე სახელმწიფოს პასუხისგებლობა ხდება ეს ყველაფერი ხვდებით ანუ რომ შენ მოკალი ჩემი შვილი მაგალითად მაგას სიტყვია პირველი რაც არის რომ აი მაგალითად შენმა პრეპარატმა მე რაც მომცა რომელიც ერთი მიიღება 3 მილიონი დოლარი ღირს ერთი მიიღება აი ჯერ მაქედან დავიწყოთ ეს ყველაფერი კომპანია აარსებს მედიკამენტს რომელიც სოფლიოში ყველაზე ყველა ფენა რო ავიღოთ ხა საქართველოში 100-მდე ბავშვია მაგით დაავადებული ხო ქართულ ოჯახებზეც არ მაქვს ფულიან ოჯახებზეც არ მაქვს საუბარი ანუ სოფლიოში რო ყველაზე მაგარი ცხოვრება სადაც აი სკანდინავიური ქვეყნები მაგალითად სადაც მაღალი ხელფასია და მაღალი MCP აქვს და ეს შემდგომ ისინიც ვერ იხდიან ამ ხელაფულს და არც მათი სახელმწიფო არაფინანსებს იმიტომ წარმოგიდგენ პრეპარატს ამზადებ კომპანია და 3 მილიონად ყიდი ერთ აბს ბიჭო 3 მილიონი ანუ თქვენ წარმოგიდგენთ ხალხო 3 მილიონი არის რამ ერთად მთელი ცხოვრება შეიძლება ადამიანი ისე მოკვდე რომ მთლიანობაში ვერ დააგრო მაგის 1/4-იც ეს ერთი მიიღება და 15 მილიონი წლიური და იმ ადამიანს პირდები ამ ყველაფერს წარმოიდგინე რომელსაც აქ ისეთი დაავადება რომელიც ფიზიკურად არ იკურნება უბრალოდ არ არსებობს მაგის განკურნების საშუალება ეს არის თუ არა ბოროტება ხალხო რა თქმა უნდა არის თან ძალიან დიდი ბოროტება აქ მარტო საუბარი არ მაქვს მაგალითად დიუშენის სინდრომი დაავადებულ ადამიანებს აქ საუბარი მაქვს მაგალითად ონკოპაციენტებზე ეხლა უყურეთ მე მახსოვს ესეთი კომისია ნინო წილოსანი ხელმძღვანელობდა ამას სადაც დაისმა კითხვები ამას მე ყოველდღიურად ვადევნებ თვალს საფთიაქო ქსელებზე მაქვს და მათ მაფიასთან დაკავშირებით ეხლა უყურე რა საკეთებენ წილოსანმა დაუსვა ძალიან მაგარი კითხვები აი ქალი ქალს ესაუბრებოდა ქალი იყო ერთ-ერთი არ დავასახელებ ერთ-ერთი იმის რა ქვია საავადმყოფოს წარმომადგენელი და რა საკეთებდა ეხლა ვირეშმაკები რატო არიან წილოსანმა კითხა ესეთი რამე რამდენად მორალური გეჩვენებათ თქვენ როგორც ერთ-ერთი მაგალითად საავადმყოფო ქსელის წარმომადგენელს როდესაც თქვენთან პაციენტი მოდის რომელიც არის მძიმესენი დაავადებული და თქვენ ეუბნებით ესეთ რამეს რომ წამალი მედიკამენტი უნდა შეიძინო ჩვენ შვილობილ კომპანიაში რომელსაც საავადმყოფოს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია თვითონ აწარმოებს ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ეს იმას ნიშნავს რომ ეს არის კარგად ორგანიზებული სქემა მეგობრებო რომელშიც შეკრულები არიან საავადმყოფოები აფთიაქები და ფარმაცევტული დიდი მეგა კომპანიები იმისათვის რომ მარტო დაავადებულ ადამიანებზე კი არ მაქვს საუბარი ონკოპაციენტები რომლებიც არიან და სოფლიოში კიდევ უფრო მძიმესენი დაავადებული სხვა გენეტიკური მატარებლების დისფუნქციის ადამიანები რომ მათ და მათი სიცოცხლით შენ ივაჭრო და აკეთო ფულები მარტო დაავადებულებზე არ მაქვს ხალხო საუბარი ჯამრთელ ადამიანებისთვის უთქვიათ რომ შენ დაავადებული ხარ იცით თქვენ გექნებათ მაგის ნათელი მაგალითები არი მითხარით თქვენ ეხა საუბარი რაზე მაქვს წარმოიდგინეთ 21 საუკუნეა მთვარეზე ვაპირებთ უკვე გაფრენას და ჩვენ სიმსივნე არ გვაქვს პლანეტაზე დამარცხებული სიმსივნე არ გვაქვს დამარცხებული რა ჯანდაბა მიდა მე მთვარეზე ან მარსზე ერთი მაინტერესებს რამდენი ადამიანი ყდება ყოველდღიურად რატო არ შეიძლება ამაზე სამედიცინო ის განვითარდეს და უფრო დაიხოც რატო არავის არ რატო შეწყდა მაგალითად დაფინანსებები ისეთი სახის ძიმე დაავადებების გენეტიკური შემსწავლელი ლაბორატორიების რომლებიც კონკრეტულად იკვლევენ კიბოს დამარცხებას რატო შეწყდა ბრიტანეთში შეწყდა მე გეუბნებით პირდაპირ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველაფერს იმიტომ რომ ისინი შეკრულები არიან ამათა რომ მაგ შენ არ უნდა გამოიგონო ეგ წამალი რომელიც მე რატო შენ რო გამოიგონო შენ კლიენტი აღარ გეყოლება უკვე ხვდებით მოთხოვნა მიწოდება ბინზური კაპიტალიზმის მეთოდებით იმართება ეს ყველაფერი რამდენი ადამიანი შეეწინა ყველაფერს მე ძალიან ბევრი ადამიანი გამიგია და თქვენს გიყოლებათ რომლებიც შეეწინენ ამ ექიმებთან და წამლებთან ზოგმა არასწორად დოზით უთხრეს არასწორად მე მაგალითად ეხა მოგიყვებით ჩემ პირად შემთხვევას რა მე როდესაც მოვიწამლე 2 წლის წინ ინფექციურში როდესაც გადამიყვანეს ეხა არ მინდა მად არ შევყევი და აღარ ჩავაჭირე ბევრ რაღაცას ეხა აღარ ჩავაჭირე სპეციალ მაგრამ ეხა გივხვალ 2 წლის მერე ზოგადად რა მოხდა ეხა უყურე რა მე როდესაც მოვიწამლე და ვიყავი ერთ-ერთი არ დავასახელებ მაგ ერთ-ერთ კლინიკაში ეს იყო მოწამლა საკვებით და ბუნებრივია ეხლა როდესაც საკვებით მოწამლული ხარ იქ ანალიზები იტარდება მე შენ კუნალობა გენიშნება მე იქ ჯერ უნდა იყოს საავადმყოფოში რაღაცა ნუ იმდენად მე მეზისყება საავადმყოფოები დეგენ რომ ხელი მოვაწერე მე იმაზე რომ რამე რო დამემართოს მეთქი ვარ პასუხისგებელი ანუ ხელს გაწერინებენ მაგაზე ან თუ მაგალითად მოკვდი რავი შეხარ პასუხისგებელი და შენ მოვაწერე ანუ ტიპი შემოდის შენთან იმაში რა პალატაში და მეუნება ესეთ რაღაცას რომ
ხო, ალერგიული ხარ თუ არა რაღაც წამალზე არ ვიცი რა რაღაც იყო რა, ეხლა ცუდად ვიყავი ძალიან, აი ესეც მახსოვს ფრაგმენტულად. არ ვიცი მეთქიც დაჩავა, რავი, გონა ჩაანალიზი ამიღო, მე რა ვიცი, რა ვარ თუ პირველად ვიღებ მაგას, მე რა ვიცი, ვარ ალერგიული არ ვარ. ბიჭო, კაიო მე მეუნება რა, გაგიკეთებო ეხაო, აი შემოვა, გაგიკეთებო, რა პასუხის მოვა იმის და მიხედვით. ტიპი შემოდის, აი ჩემი ხელა შპრიცი უკავია, ჯერ ხო ანალიზი არ ამიღეს მაგაზე, ვიყავი თუ არ ალერგიული. პირდაპირ ვენაში არ შეუშვა ეს და იმ წამს მქონდა, ნუ მადლობა ღმერთს, ანუ გულისრევა და ხო ხდებით ეხა რა, აღარ გავაგრძელებ რა. თურმე ალერგიული ყოფილი ვარ. ბიჭო, მე კაი მოწამლული ვარ, ცუდად ვარ, იმაშები და ამ გოგოს შევხედე მეთქი და ანალიზი არ უნდა გამიკეთოთ მეთქი, ამ ყველაფერზე. უი მე არ შემოვიდა ექიმი არ გაგიკეთა? აი ესეთი დასწირებულები რო არიან ხალხო, აი ხო გეუბნებით ეხა. პროსტა არ გავატრაკე მანდ. აი პროსტა არ გავატრაკე, მადლობა ღმერთს, ჩამთელი ვარ რაღაც. არ გავატრაკე პროსტა. თქვენ წარმოგიდგენიათ ხა ეს კაი იყო, არაფერი დიდი არ იყო, კაი რაღაცა ორგანიზმს ცუდად მიიღო და აწე, მაგრამ ამით ადამიანები კოდებიან ხალხო რეალურად ხა. აი ესეთი დეგენერატები რო შეყავთ სამედიცინო და ჯერა განათლება და ჯერა ციტარებენ, გოგო იყო 22 წლის, იმან საკუთარი თავის გაჭირობა ქონა, იმან როგორ უნდა გაიგო, მე ჩამთელი ვიყავი თუ ალერგიული ვიყავი თუ რა ვიყავი. დებილი ვით სახეში ბოჩოლასავი ჩემონჩერის და მეუნება, ვაი მე არ გაგიკეთ ეს. შედედა აფეთქებულო არ უნდა გაიგო ჯერ. ვარ თუ არა მაგის მიმართ ალერგიული. ხო უნდა გაარკვიო კომუნიკაცია, ხო უნდა დაამყარო დალოცვილი. და მე ეგ მეტყოდა, აი შენ წადი წამალი იქ იყიდე და წამალია ესეთი და წამალი ეს გაიკეთე. ხალხო რომ ესენი არიან ფაშისტები, მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მე რა თქმა უნდა ყველა ექიმს მანდარგულის, ხო კაცო ძალიან ბევრი კარგი ექიმია. ძალიან ბევრი კარგი სამოთყოფო, მაგრამ ძირითადად მეინსტრიმში როგორ ხდება რა? ანუ კაროჩე, ჯამთელ ადამიანსაც დაგაავადებენ ეგენი რა, ოღონდ შენი ფული აკეთონ. მე არაერთი შემთხვევა გამიგია კიდე, როდესაც ბრმანაწლავი ადამიანს ამოსაჭრელი არ ქონა, მივიდა დღესვე დატოვე, გაგიკეთებდო და იმაზე რა ქვია, მეორე დღეს და მესამე დღეს სხვაგან მისულან და არაფერი არ გჭირსო საერთოდ რის გამო გაჭრიან ბრმანაწლავს. ანუ ლიჟბი ფული აკეთონ. ეს მარტო საქართველოში კი არა, საერთაშორისო ქსელია მაფია რა. დღეს ყველანაირი ექსპერიმენტები რაც წერდება მაგალითად ბიოტექნოლოგიებში, მაგალითად გენეტიკურ კვლევებში, მაგალითად ონკოლოგიურ დაავადებებში და სხვა მძიმე დაავადებებში ყველაფერი შეწყვეტილია. რატო? იმიტომ რომ შენ რო ეგ იპოვო გზა, ჩემო ძმაო, პაციენტი აღარ გეყოლება მე, ფული ვიზზე უნდა გაასაღო. და როგორ უნდა შეგერგოს ადამიანი, როდესაც ხვისი გამწარები დაკეთებ. და მე მინდა ვისარგებლო ამ მდგომარეობით და ვთქვა რომ შეწყვიტონ ამ ისეთი რაღაცებს წერდნენ ახლა რომ აპელირებდნენ და აი რაღაცა იმას შებოდნენ მე მესმის რა არის რა საშინელი მდგომარეობა როდესაც შენი შვილი ამ მდგომარეობაში იყოფა მე მესმის აბსოლუტურად ყველას მდგომარეობა მაგრამ შენ როდესაც იყენებ მას სრემლებს და მის ტკივილს იმისათვის რომ შენი პოლიტიკური ქულები დაიწერო ხო ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება წერი იმ სტატიაში ამერიკას გამოქვეყნებული აქვს რომ არის ლეტალური ძირითად შემთხვევაში უფრო მალე აკეთებს და აბსოლუტურად ჰაერში ისრემ აქ ფულს ეუნები რომ აი ეს კურნავს განუკურნებელია უბრალოდ აი ეს არის ხალხო უბედურება აი მტყუილებში აცხოვრებენ ხალხს და ამ ემოციური манипуляციების შედეგად მოქმედებენ მათზე ისე რომ თითქოს ვიღაცას ფეხებზე კიდე არამე ვიღაცა თითქოს არაკეთებს რაღაცას ვიდრე რაღაცა ადამიანების სიკვდილი რო ვინმეს უნდადეს მათ შორის სამთავრო საყოველთაო ჯანდაცვის ფუნქცია გეგმარი არ იმუშავებდა ქვეყანაში რომელიც 2013 წლიდან არსებობს გარდა მაგისა როდესაც დაფინანსები ხდება ისეთ რაღაცებს აი რაზე მაქვს საუბარი იცით არასდროს კითხვას არ სვავენ კომპანიებზე ყველას აი თითქოს რამე პოპულარული აზრია ეგეთი რომ აი ყველა ქვეყანაში საქართველოს არ მაქვს თითქოს თავრობას ყოველთვის უნდა გადაუარო. ანუ თითქოს რაღაცა სამი რაღაც საქმე არის რასაც აკეთებენ. რა აი აქტივობა რითის დაკავებული. არავის კითხვა არ დაუსვია მაგალითად იმაზე რომ აი იქნება კომპანია ამაში დამნაშავე იქნება ყველას ფეხებზე კიდია. ეხა უყურეთ თუნდაც ეს ყველაფერი რომ განახორციელოს ეს მედიკამენტი შეიძინონ რომელიც არის თვითონ უკვე შავსიაში შეყვანილი და კაცრი ვარმიგია გაკეთებული თვითონ ამერიკის მარეგულირებელი ფარმაცევტული სტრუქტურის მიერ მე იტყვენ თავრობა მოკალავ ეგ ბავშვიო. მაგას იტყვენ უეჭველი. აი რომ გააკეთონ ეს ყველაფერი და ეს მედიკამენტი რომელიც არის მძიმე ლეტალურობის ეგ მე იტყვენ მაგას დააბრალებენ. ეს ხო არის უიცობა ხალხო, ეს ხო არის საშინელება. მე მაგიტო ვარ ხალხის ხარისხვა და ხალხმა თვალებიდან გამოიხედოს და დაინახოს რეალური პრობლემა რა არის.
დაბარებული ყავთ ფარმაცევტული კომპანია კი არა, საუბარი მაქვს იმაზე რა სასურსათო კომპანიებიდან, ქსელური კომპანიებიდან, რომელსაც არ დავასახელე, მაგას საზღვარგარეთ გააკუქეს საკუთარი პროდუქტი, ეუბნებიან რომ ფასებს ატო არ ამსწრებთ, ფეხებზე კიდიათ ვაფშე. საერთოდ. ყურს არც იბერტყავენ საერთოდ. 30 მილიონიანი წლიური მოგება, როდესაც აქვთ შეუულიათ რომ მაგალითად 2 მილიონზე ნაკლები ქონდეთ და თუნდაც კონსულტანტს მეტი გადაუხადონ, ფეხებზე კიდია კომპანიას. მე რას ვიზავდი? მე რო კოცების ადგილას ხო მე ჩავერეოდი, მაგრამ კოცები იმიტომ არ ერევიან ბოლომდე და ვერ აწვევიან ყველაფერს. კოცები რომ მიაწონე, მე იტყვენ აი თავისუფალ ბიზნეს დაარტყეს. მე უკვე დაიწყებენ იმას რომ აი ბიზნესში ერევა, ბიზნეს უკწავს, ნახეთ რა. ხალხო ნეოლიბერალურ ეპოქაში ცხოვრობთ. პოსტ-რეალიზმისა და ნეორეალიზმის ეპოქაში, სადაც კომპანიები წარმართავენ თქვენ ცხოვრებას. კომპანიებზეა ყველაფერი დამოკიდებული. კომპანიაზე დამოკიდებული შენ ხარ, როგორც მე მიყურებ, YouTube კომპანია არის, კომპიუტერზე ან ნებისმიერ სხვა ტაბლეტზე ან მობილურზე რო ხარ, ეგ წარმოებაც კომპიუტერი იმის არის, კომპანიის მიერ არის გაკეთებული. ინტერნეტი რო გაქვს სახში, ეგეც კომპანიების, ანუ ყველაფერში კომპანიაურები აბსოლუტურად. კომპანია, რომელიც არ არსებობდა წინა საუკუნეებში, დღეს არსებობს. მე ვისაც ვაკრიტიკებ და ვისაც თავს ვესხმენ, რომელსაც შეუულია მართლა გააკეთოს, ის არ აკეთებს და მე ტყდება სხვა ადამიანებს, ხალხო ის ყველაფერი. აი ეს არის გულდასაწყვეტი უბრალოდ და ის მინდა იცოდეთ სიმართლე. ეს მარტო არ ეხება კაცო თვითონ ამერიკაზე მაქვს საუბარი. რომ მოვიდა ის, რა ქვია, კენედი რომ მოვიდა ეხა ჯანდაცვის სფეროში, ისეთი ქსელები დახვდა და ისეთი სახის კორუფცია და ისეთი ფულები კეთდება, ფაიზერებიო, იქ რა ქვია, ელევიდისებიო, იქ სინოფარმებიო, აი რა კომპანიებია წამლებს აკეთე, რა შეკავთ თქვენ გორგანიზაციაში, წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ადამიანს. აი რა არის თქვენ სხეულში, არც თქვენ არ იცით. აი ეს არის უბედურება და ვირეშმაკობა და უბედურება. ეს არის მაფია, რომელიც წარმართავს თქვენს სიცოცხლეს. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, პირდაპირ გეუბნებით, ღმერთია მხოლოდ თქვენი მფარველი. ფულიც სტივ ჯობს ფულიც ქონა, მაგრამ ხუთჯერ გადაინერგა მაინც ვერ უშველა ყველაფერს. მე არ ვამბობ ცუდი ექიმები არსებობენ, კარგებიც არიან რა თქმა უნდა. კარგებიც არიან და ამიტომ შინაურულად უნდა გაიკითხო და შინაურულად 19 ჯერ იკითხეთ, 100 ჯერ იკითხეთ, ვისთან მიდიხართ. რას აკეთებთ ხალხო? ჯერ ამ ხელაფასები აქვს ამ წამლებს, ეს დალოცვილი. ამ ესეც თავრობის ბრალი ხო არა ბიჭო, თავრობა ხო არ უწევს არა? კომპანიები არიან შეთანხმებულები ერთმანეთში, აი ამ ხელა უნდა იყოს მაგალითად, რავი, ანალგინის ფასი, აი ამ ხელა უნდა იყოს იმის ფასი, ამის ფასი. საშინელებაა ხალხო, საშინელებაა. რა თქვენ რა მარტო თქვენი თავი მეც ყველა ადამიანს გვადარდებს ეს და ყველა ადამიანის სერიოზული პრობლემაა. მაგრამ გამოვიხედოთ თვალებიდან რა და დავინახოთ. და მაშინ უნდა ადგეს კოცები და ფაშისტურად უნდა შევარდნენ კომპანიებში და რეიდი მოუწყონ მაშინ. მაშინ მე იმას იტყვიან, გამოვა რადიო თავისუფლება და ლიბერალური მედიები იტყვიან, აი კოცები ფაშისტები ყოფილანო თურმე იმის გამო კერძო ბიზნესში ერევიან რა უნდა გააკეთო, აი თქვენ მე თუ ვერ ხვდები და მე თუ გოიმი ვარ და მე თუ გაუნათლებელი ვარ და მე თუ პროპაგანდისტი ვარ, აი გეგმა მაინც მანახონ, რომ გავიგო უბრალოდ ადამიანმა რა მეთოდი არსებობს, რომ შენ მიუდგე ჰუმანურად, რომ ადამიანებს უთხრა მაგალითად, ხო? აი უყურებ ხო გეუბნებით იმ კომისიები რო იქნება, აი მარაზმი მოდის კომპანიებისგან რა. მარაზმი. ეგ ხალხები არიან რობოტები ჩაულებრივითო. მონებად ამუშავებენ საკუთარ ხალხს, ბიჭო, მონებად ის ორნაბიჩი რომ მუშაობდა, ეგრე ამუშავებ ადამიანს. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი მაგაში? რა შუაშია ტიპს კომპანიის დაქირავებული მუშახელია თავისუფალი ბიზნესის პირობებში? რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი მითხარით? მაგრამ აი ეგ არის გაუნათლებელი ადამიანი, რომ ვერ ხვდება იმას, რომ ის რომ მაგალითად მონასავით ამუშავებს, ვერ ხვდება, რომ კერძო კომპანიაა და კერძო კომპანიაში სახელმწიფო ვერ ერევა. რო ჩაერიოს, მე იტყვით, რატო ერევაო, მიშასავით ახებსო ბიზნესებსო და რაღაცა და ხალხო მინდა სიმართლე იცოდეთ. მინდა სიმართლე იცოდეთ და რამე გზები თუ არსებობს და რამე კანონები ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ მაქსიმალ ხალხზე ფოკუსერდეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან რთულია დღევანდელ ნეოლიბერალურ პერიოდში ეს ყველაფერი რა. ძალიან რთულია. ეს ყველაფერი მეც მირტყავს, შენს გირტყავს და ყველას გვირტყავს, ხო? ჯვარი წერია საქართველოს და ჯვარი წერია სულ ყველას და ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს, მაგრამ ხო არ ვიცით ადამიანს ვის რა დაიმართება. ღვთის ხელშია ისო ყველაფერი მე თქვენ გითხოთ რა. აი ეს არის ჩემი აზრი, უბრალოდ ამაზე აზრი ვარ და მეფიქსირებინა, მე ისეთი რაღაცები ვნახე, რომელიც აი არ ვიცი რა. ეს არის სპეკულაციები უბრალოდ. სპეკულირებენ იმისათვის პოპულისტური ქულები დაიწერონ უბრალოდ რა. სიმართლე დევს ყველაფერი განახეთ. რავი, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? დაწერეთ დაბლა კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დასასრულს ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ. და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი რა. მეტი პატრონი ადამიანს მე თუ მკითხავ, არც მე მყავს მეტი პატრონი, არც ჩვენ არ აქვს. ჩვენი სიცოცხლე ღვთის ხელში. გისურვებ ჯანმრთელობას. დროებით.